მოგესალმებით, დიდი ხანია თქვენთან აყოფილაგაცია. მაშინ მივესალმებ თქვენს მაყურებელს. ფაქტობრივად ეხლა ეს უკვე კომიკურიც ხდება, სუსის ეს გამოძიებების ეს სერია, ხო? ახლა არ ვიცი, დიდი ალბათობით ეს ისევ რაღაც პროპაგანდას ემსახურება, ისევ რაღაც ჩანაფიქრია, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ვერც ხვდები, დიდი ალბათობით ეს უკავშირდება ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო ახლა ოცნებამ ლაპარაკია ეს ევროპასთან დაკავშირებადობის თემასთან და ახლა რო ხედავენ იქ როგორ იცვლება სიტუაცია რეგიონში და რამდენად წინ არის სომხეთი, აზერბაიჯანი და ახლა ეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ტიპის გათვლა აქვთ რა, ან პირიქით საიმისოთ რომ ხალხს აჩვენონ როგორ სურთ ევროპასთან ასე ვთქვათ ეკონომიკური ურთიერთობა, ან პირიქით რომ რაღაც დავშტალ საქართველოს რაღაც თავისი როლი წარმოვაჩინოს და ძალიანაც არ დაიჭრდილოს იმ პროგრესის ფონზე, რა პროგრესიც აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. სხვა რამის დამატებით თქმა გამიჭირდება. ერთი რამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ეს ყველა ეს გამოძიება ერთის მხრივ ემსახურება პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკურ გარჩევებს და პოლიტიკური ინტერესების და დავითაშვილიც აღმოჩნდა. შეიძლება, ესეც შეიძლება ერთ-ერთი ვერსია იყოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გასაკვირი იყო მისი დაბარება. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხოლო ის რა თქმა უნდა ღარიბაშვილის დროინდელი ძირითადად ასე ვთქვათ, თანამდებობის პირია, მათ შორის ვიცე-პრემიერი იყო, ეკონომიკის მინისტრი იყო და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ასევე უკავშირდებოდეს ღარიბაშვილი ლილუაშვილის კლანის წინააღმდეგ ბრძოლას, იმიტომ რომ ფაქტობრივად არავინ არ დაუტოვეს, თუ კი ვინმე ამ ფლანგზე იყო, რაღაცას წარმოადგენდა ყველას მიმართ რაღაცა ტიპის კითხვები, როგორც მინიმუმ ისმის. ასე რომ ერთი ვერსია არის ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ანგარიშწორების ხაზის გაგრძელება და მეორე ვერსია არის პროპაგანდისტული ხაზის რაღაცა ახალი ხაზების ჩამოყალიბება და შეიძლება მალე რაღაც გზავნილები ევროპასთან, რომ აი გაზის მომარაგებად შეიძლება ჩვენი მხრიდან შეგიწყდეთ? არ შეგიწყდეთ ამ პირიქით აქ ვართ და იცოდეთ რომ ჩვენ კიდე საჭირო ვართ ასე ვთქვათ. იმიტომ რომ არ გავატარებთ აზერბაიჯანი. ხო, ეს საინტერესო თემა არის სხვათა შორის გეოპოლიტიკურ კონტექსტში, იმიტომ რომ იმ ფონზე როდესაც ეს მარშრუტი იხსნება სომხეთის გავლით, ხო, ტრამპის გზა და შეიძლება ტვირთებმა აგვიაროს, ასე სწრაფად გასადენი ვერ გაკეთდება და შეიძლება საქართველოს ხელისუფლების ხელში ერთ-ერთი ზეწოლის ბერკეტად აზერბაიჯანზე ან ევროპაზე რჩებოდეს ეს გასადენი. არ ვიცი, შეიძლება ამას ემსახურებოდეს ეს სხვა. არ ვიცი, აზერბაიჯანის მისამართით იყო ეს ნასროლი კენჭი თუ ევროპის კიდე არ უშავს ახლა. ნახოთ, აი არ ვიცი, მალე გამოჩნდება. ჯერ აი დავითაშვილის დღევანდელი დაბარება და ის ინფორმაცია რაც გამოვიდა, ნამდვილად არ არის საკმარისი რომ ეს დასკვნები გამოვიდა. რამდენიმე ვერსიაზე რა დასკვნები გამოვიტანეთ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებიდან. დღეს რამდენიმე ციტატას დავიკითხავ. დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა თქვა მან, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მიმდინარეობს გარეთ ძალებისგან, მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციასო, განაცხადა მან. ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებითო, თქვა მან, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევა რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია, ეს ახსენა ოკუპაცია, კარგი ამბავია, მარტო ევროპას და დასავლეთი არ გალანძღა მან და ასევე მან თქვა, რომ ჭარბწონიანობა არის წინა ხელისუფლების ბრალი, წინა ხელისუფლებამ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმა. ამან გამოიწვია ის, რომ საქართველოს არა გადამდები დაავადებების სიკვდილიანობით ევროპაში მოწინავე იყო, ასევე ჭარბწონიანობა. ეს შედეგი მოიტანა მათმა პოლიტიკამ. სააკაშვილის ბევრ რამე შედება ბრალი, მაგრამ ჭარბწონიანობაში პირველად დასდეს. ჭარბწონიანობის წახალისებაში საქართველოში პირველად დასდეს ბრალი. მოკლედ, რას ფიქრობთ დღევანდელ გამოსვლაზე? თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ და შემდეგ მინდა ასევე ვისაუბროთ იმ ახალ შემზღუდავ კანონებზე, რომელიც მიიღო ქართულ ოცნებამ და რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის ციხეს ფაქტობრივად. რა გითხათ მე რა კომიკური პრეზიდენტიც ყავს ეგრეთ წოდებული ის კომიკური გამოსვლაც იყო, ხო? მე ხო თქვენ რაღაცა საუბრობდით ამ ჭარბწონიანობის თემაზე, ხომ საერთოდ რა კომენტარი უნდა გააკეთო, გასაგებია ხა ეს არ იყოს თავარი გზავნილი და ერთადერთი გზავნილი, მაგრამ ის სხვა დანარჩენიც თავიდან ბოლომდე იყო ოცნების არსებული პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ყაველაშვილი არც დღის წესრიგს ქმნის, არც დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებას, არც ამ ტექსტის მომზადებაში მას არანაირი მონაწილეობა არ ექნებოდა მიღებული და რა თქმა უნდა ეს გამოსვლის ტექსტი არის დაწერილი ოცნების პარტიულ ოფისში და მიწოდებული მისთვის და ერთი კი უნდა ითქვას, რომ რაღაცა ცოტა წაკითხulis, ასე ვთქვათ, ტექსტის კითხვის უნარები ცოტა გაუმჯობესებული კი აქვს. აღარ შეეშალა? ხო, რაღაცა ყოველდღიურში პროგრესი იგრძნობოდა.
ამ კუთხით. ასე რომ ჩვენთვის ეს არ იყო სერიოზული თემა. შესაბამისად ის დრო რა დროც ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეს ეკუთვნოდა 10 წუთი ჩვენ არ გამოგვიყენებია ახლა ეგ დეტალებში შესასვლელად. თავარი ჩვენთვის იყო რამდენიმე რამის გაჟღერება და გახმოვანება დღეს იმ ტრიბუნიდან ყველას მათ თვალწინ. ყაველაშვილისთვის პირში თქმა, კობახიძეც იყო მოგეხსენებათ მთელი მთავრობა და პარლამენტის ოცნების უმრავლესობა. პირველი ის რომ ყაველაშვილი რა თქმა უნდა არის ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი და ეს შალვა კერესელიძე. ამას მალე ვეღარ ეთქვით ახალი კანონით. ჩვენ მოვასწარეთ. ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ პირდაპირ უთხრა და რაც მთავარია, უთხრა ისიც რომ რა თქმა უნდა ის არ არის გადაწყვეტილების მიღები პირი სამწუხაროდ, მაგრამ ერთადერთი რამ რაც მართლა შეუძლია კანონით და თუ მას მართლა აქვს რაღაცა ელემენტარული გამბედაობა არის ის რომ ეს ადამიანები ანუ სინდისის პატიმრები შეიწყალოს ახალგაზრდები რომლებიც სრულიად უსამართლოდ არიან საპატიმროში და გაახმოვანა შალვა მის ჩვენი ახალი ინიციატივა საკანონმდებლო რომელსაც დღე-დღეზე წარვადგენთ რაც გულისხმობს ამნისტიას როგორც აი ამ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ შეწყალების სახით ასევე ფინანსური სანქციები იცით აქვს უამრავ ადამიანს ეს ცნობილი 5,000 და 10,000 ლარიანი ჯარიმები და ასე რომ აი ამ კუთხით ჩვენ მუშაობთ და დღეს გამოიყენა შალვამის ტრიბუნა და ყველას გასაგონად ითქვა ეს ამნისტიის კანონპროექტი რომელიც კიდევ იმეორებ გასაგები რომ იყოს ერთის მხრივ გულისხმობს სინდისის პატიმრების გათავისუფლების შეწყალებას რადგან ახლა ყაველაშვილი იქ იყო და რა თქმა უნდა ოფიციალურად ასე ვთქვათ მის ხელში არის ამ შეწყალების აკრძე ხელმოწერა და მეორეს მხრივ ფინანსური ამნისტია, იმიტომ რომ იცით უამრავად ახლა არის ხალხი, იცით თქვენ ჩემზე კარგად, რომელსაც ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები 10, 20 და ზოგს 40-ზე მეტიც კი აქვს მიღებული. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივებია და აქ გამოჩნდება ზუსტად კიდევ ერთხელ დადასტურდება ამაზე უარის შემთხვევაში და დიდი ალბათობით სამწუხაროდ იქნება უარი, როგორც ჩვენს კიდევ ბევრ სხვა სასარგებლო ინიციატივებზე იყო უარი, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ დაინახავს სინამდვილეში ვის მხარეს არის ოცნება და კიდევ ერთი საინტერესო რა იყო იცით ახლა რა რეაქცია მოყვა ამას ახლა იქ მინდა ეს ასე ვთქვათ ჩაგახედოთ პარლამენტის რაღაც რეგლამენტის დეტალებში ალბათ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება რა თქმა უნდა ოცნება ყოველთვის აი რეგლამენტსაც კი სათავისოდ იყენებს და როგორც წესი ქართული ოცნების ფრაქცია გამოდის ბოლოს ანუ შემაჯამებელი სიტყვის უფლებას თავად იტოვებენ და ნუ იმისთვის რომ მე შენ აღარ კონდეს პასუხის დაბრუნების საშუალება და არ ვიცი დღეს თქვენ უყურეთ თუ არა ეს ბატონი კირცხალია რომელიც არის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სწორედ შალვა კერესელიძის გამოსვლის შემდეგ გამოვიდა და ნუ ასე ვთქვათ არ ვიცი ხა ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო რაც მან ისაუბრა იმ ტრიბუნიდან ეს ერთი და იგივე დაზეპირებული სიტყვები გუშინდელი მისი სრული კრახის შემდეგ რუსთავი 2-ზე გამართული დებატების დროს, როდესაც ნუ ახალგაზრდა პოლიტიკოსებთანაც კი ახლა რო კითხო მართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა და ყველამ ძალიან კარგად იხილა მისი სრული უნარობა დასაბუთებული პასუხი გაეცა ახალგაზრდა პოლიტიკოსების კრიტიკაზე. ხო,